გამარჯობათ, ჩემო ძვირფასებო, მოგესალმებით ყველას. გამარჯვებულები იყავით ყოველთვის, უღრუბლოდ სას გისურვებთ, ჯანმრთელობას გისურვებთ და ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული ჩემი არხი, ლადოს არხი. ჯანმრთელად რო ხარ, მაშინ გინდება გემრიელი საჭმელი, დიეტაზე როცა არ ახარ. და ჩვენ ვამზადებთ დიეტურსაც და არადიეტურსაც. უყურე დღეს ჩემ არხს, ეხლა მომამზადებ რაღაც გემრიელ რაღაცას, მაგრამ ერთი სიტყვით უნდა შევეხო იმას, რაც ეხლა ხედავთ, ჩემო ძვირფასებო. ლადოს არხი, აი ამ არხს უყურებთ ეხლა თქვენ, ჩემი არხია ლადოს არხი, ახალი მაისური მაქვს, ჩემო ძვირფასებო, დამასაჩუქრა აი ამ ახალი წარწერით, სარეკლამო კომპანიამ მოდი პრინტე, ეს არის ჯავახეთის ქუჩაზე, ვარკეთილის ხიდებთან, ნომერ პირველში, საუკეთესო სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება ამ სარეკლამო კომპანიას. ეწვიეთ თუ რამე გჭირდებათ, ინფორმაცია, ტელეფონის ნომერი, საკონტაქტო, ყველაფერი დაკავშირებული ამ კომპანიასთან იქნება ვიდეოს ქვეშ მითითებული. ეხლა გადავიდეთ, ბევრი რო აღარ ვილაპარაკოთ, დღევანდელ თემაზე, ჩემო ძვირფასებო, დღეს ჩვენ ვამზადებთ ძალიან საინტერესო რაღაცას. ესაც ეხება ძველ რეცეპტებიდან არის ამოღებული ეს ამბავი. ვხარშავთ ღორის ხორცს ყურძნის ტოტებში. აბა უყუროთ ეხლა ამ ვიდეოს, სულ ორი ситყვით, русулენოვან მეგობრებისთვის, русებისთვის და русулენованებისთვის. Всем привет, дорогие мои друзья, кто смотрит мой канал. В двух словах скажу, что мы сегодня готовим. Мы должны сварить свинину на виноградных ветках. Этого нигде не найдете, этого рецепта. Посмотрим, что и как надо делать. Вицепт ყურძნის ტოტების ჩაწყობას. აი ესე ჩავაწყოთ. აი ეს ძირში ყურძნის ტოტები ჩავაწყოთ და ზემოდან აი ესე ლამაზად დავადოთ ჩვენი ბურვაკის ხორცი. აი ესე გავუშვათ ეხლა ბულგარული ცოტა გემოს მისცემს თავისებურს, პიკანტურ გემოს მისცემს. რა თქმა უნდა, დაფნის ფოთოლი და რამოდენიმე კბილი ნიორი. აი ესე. ერთი ნაჭერი ლიმონი გემოსთვის და რამოდენიმე ტარხუნა საესე გავუშვათ ზემოდან. ესეთი რეცეპტი არ გექნებათ არსად ნანახი. ყურძნის ტოტებზე მოხარშული ღორის ხორცი. აბა ეხლა წავიღოთ და მოვხარშოთ. დაველოდოთ ცოტა ხანი და მანამდე მოამზადოთ კარტოფილი.
ეს მოვამზადე მე, ჩემო ძვირფასებო, საბჭოთა დროინდელი სასადოლეებში რო იყო, საწებელა, პადლიმკაც რო ეძახდნენ, აი ეგ თემა გემრიელია, ტომატით გავაკეთე, დაგჭირდება ეს. აი ესეთი უგემრიელესი რაღაც გამოგვივიდა. აი ესეთი უგემრიელესი, აი ესეთი გემრიელობა გამოგვივიდა. კარტოფილი გავსინჯოთ შენ. უგემრიელესია. ხორცი ძალიან გემრიელია. უგემრიელესი გამოვიდა. ჩემო ძვირფასებო, მოხარშეთ ესე. მოხარშეთ ესე, როგორც მე გავაკეთე. გემშვიდობებით. უყურეთ ჩემ არხს, ლადოს არხს უყურეთ, გამოიწერეთ, აუცილებლად გამოიწერეთ. გემშვიდობებით, მომავალ ვიდეომდე.